უნდა მოერიდოთ მარქსისტული იდეოლოგიების მხარდაჭერას და განსაკუთრებით კომუნისტური რეჟიმების მხარდაჭერას, თორემ შეიძლება აშშ-ს მთავრობამ დაგიბაროთ სასამართლოში. ხუმრობა. ზუსტად ეს ხდება ახლა ჰასან პაიკერთან, რომელმაც ეს შესანიშნავი წიგნი გააზიარა, როგორ გადარჩეთ ციხეში. და ახლა ფედერალური ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით სასამართლოში იბარებენ პოლიტიკურ სტრიმერს ჰასან პაიკერს და კიდევ ერთს ორგანიზაცია Code Pink-დან, რომელიც აღშფოთებას იწვევს. და მეგობრებო, მე ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. არა იმიტომ, რომ საშინელი ადამიანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ როცა ვიღაცა საშინელი ადამიანი ბოლოს და ბოლოს პასუხს აგებს თავისი ქმედებების შედეგებზე, ვფიქრობ, ეს ისაა, რაც ყველას უნდა გვიხაროდეს. დიახ, მე ვფიქრობ, ჰასან პაიკერი საშინელია, რადგან ის ხალხს ეუბნება, რომ სხვები მოკლან და თითქოს ასეა. ის ყოველდღე ავრცელებს ყველაზე საზიზღარ იდეოლოგიებს. და მისი ერთ-ერთი ბოლო ქმედება იყო კუბის რეჟიმის მხარდაჭერა, რაც ჭკვიანური იდეა ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში, გმადლობთ, რომ აქ ხართ. მოვესალმებით პუშბექში. მე მირა ქეი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ხილაკს, რომ მოყვეთ, მოიწონოთ, დააკომენტაროთ, გააკეთოთ ყველაფერი, დაწეროთ ამ ვიდეოზე, მაგრამ ყველაზე მთავარია შემოუერთდეთ ჩვენს მოძრაობას, რადგან ჩვენ ვუპირისპირდებით იმ შეშლილებს, რომლებიც ნორმად იქცნენ. და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჰასან პაიკერი ამ მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. მათთვის, ვინც არიცით, ვინ არის ჰასან პაიკერი, საცხოვრობდით აქამდე, მაგრამ თუ ქვის ქვეშ ცხოვრობდით, გეტყვით ამას. ის არის სტრიმერი, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ყავს და ავრცელებს ყველაზე გიჟურ იდეოლოგიებსა და ძალადობას, რისიც ნამდვილად არ გჯეროდათ, რომ რეალურია. ვგულისხმობ აი ერთ-ერთი ვიდეოს მაგალითი. მართლა არ აქვს მნიშვნელობა. შეუძლია მოემზადოს ვისთანაც უნდა. თუ უნდა ბენი მორისთანაც კი შეუძლია მოემზადოს. არ არსებობს, რა შენ ტერორიზმს უჭერ მხარს? არა, არ უჭერ. მე არ უჭერ მხარს ისრაელის სახელმწიფოს და არც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს უჭერ მხარს. მართლა მნიშვნელობა არ აქვს. შეუძლია ვისთანაც უნდა იმასთან მოემზადოს. მე ბიჭი ვიქნებოდი. ბიჭი. ეს კაცი საშინელია, მოდი ამას მოусმინოთ. სროლა ტრამპის შეხვედრაზე. გაჩუმდი შედედა მოთქმულა. No. ამერიკამ დაიმსახურა 11 სექტემბერი ძმაო. დაიკიდე. ამას ვამბობ. ჩვენ თვითონვე მოვიწვიეთ ეს ყველაფერი ძმაო. კარგი, აი ვინ არის? ვინც მას არ იცნობს, მოდით წავიკითხოთ დეტალები რა ხდება. ტრამპის ადმინისტრაციამ ახლახან უწყება გაუგზავნა მარქსისტ ინფლუენსერ ჰასან პაიკერს და Code Pink-ის თანადამფუძნებელ სიუზან ბენჯამინს, მას შემდეგ რაც ისინი კუბაში წავიდნენ კომუნისტური რეჟიმის დასახმარებლად. რამდენად სულელი შეიძლება იყო? როგორც ჩანს, ჰასან პაიკერის დონეზე სულელობა. მათ იძიებენ იმის გამო, რომ შესაძლოა დაარღვიეს აშშ-ს სანქციები კუბაში, საქონლის მიწოდებით ან მისი დაფინანსებით და კოორდინაციით. ითამაშა და ნახავ შედეგს. პაიკერი და Code Pink აღმოჩნდნენ ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის გამოძიებაში და აში და მათ მიმართ სპეციალურად გაიცა ადმინისტრაციული უწყებები. პაიკერი და მემარცხენეები, რომლებიც კუბაში წავიდნენ, ცნობილები იყვნენ იმით, რომ ცხოვრობდნენ დიდრულ სასტუმროებში დაცვითა და ელექტროენერგიით, მაშინ როცა გარშემომცხოვრები ადამიანები იტანჯებიან. კარგი, ასე რომ ეს იდიოტები კუბაში წავიდნენ. ეს არის კუბა და აქ არსად არის ელექტროენერგია, რადგან არც ნავთობია, არც ენერგია. და ასე გამოიყურება ეს ყველაფერი. ის ჰასანი არ არის, უბრალოდ ასე იცოდეთ. ეს ვიღაცა, ვინც გვიყვება სიმართლეს იმის შესახებ, რაც კუბაში ხდება. გარდა იმ სასტუმროსი, რადგან ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. აი ესეა, ყველა დანარჩენი სიბნელეშია. 1950-იანები, მაგრამ თაქსის და მანქანის გაზიარების მსხოლები, როგორც ეს ბიჭი, დიდ რიგებში დგანან ბენზინისთვის, თუ საერთოდ შეძლებენ მის მიღებას. ასობით მათგანი მთელი ღამე აქ ელოდება მხოლოდ 5 გალონ ბენზინს. დენ მას შემდეგ. ესე იგი, ეს არის ისტორია იმის შესახებ, რაც კუბაში ხდება, ხო ასეა. ეხლა კი მოდით ერთი წამით ჰასანს გადავხედოთ. საერთოდ არ მაქვს ინტერნეტის სიჩქარე. არ ვიცი რიცი რა ხდება. გუშინ ღამით, როცა ეთერი დავასრულეთ, წავედი და პროგრესული ინტერნაციონალის ბიჭებს შევხვდი. ჯერემი კორბინიც გავიცანი. ეს საოცარი იყო. და ნეკაბის ბიჭებთან ერთად გავატარეთ დრო. ადგილობრივ დაწესებულებაში წავედით და დავლიეთ. და ჩვენ უბრალოდ გიჟული ცხოვრებით ვცხოვრობთ. პატიოს ნადრობ თქვა, უბრალოდ ცხოვრებით ვთქვებით, კარგ დროს ვატარებთ. კარგი, ამაზე მეტი უნდა მოვისმინოთ, მაგრამ ჯერ მოკლე სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. ალბათ ნახეთ სათაურები ჰანტავირუსის აფეთქების შესახებ საკრუიზო გემზე და ეს გვახსენებს, რომ პანდემიამ რაღაც მნიშვნელოვანი გვასწავლა.
როცა ახალი ვირუსი ჩნდება, ჯანდაცვის სისტემა სწრაფად იტვირთება და უმჯობესია მათზე დამოკიდებული არ ვიყოთ. და სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ ჯანმრთელობის კომპანიის გადამდები დაავადებების საგანგებო ნაკრები უკვე სახლში გქონდეთ, სანამ დაგჭირდებათ. შეუკვეთეთ ის ონლაინ ახლავე, რადგან მას მოჰყვება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები და ასევე ნებულაიზერი სასუნთქი სიმპტომებისთვის, რომლებიც იმედია არასდროს გექექნებათ. დაავადების მომდევნო გავრცელებისას პანიკაში ყოფნის ნაცვლად, თქვენ უკვე გექნებათ კრიტიკული მედიკამენტები და სასუნთქი მოწყობილობები ხელთ, რომ დაუყოვნებლივ გამოიყენოთ. შედით twc.health/mira-kze და გამოიყენეთ კოდი MERA-K, რათა დაზოგოთ $33 და მიიღოთ უფასო მიწოდება. კომპლექტები ხელმისაწვდომია მხოლოდ აშტ-შოის მცხოვრებლებისთვის. მოდით დავშეთ ჯამთელები. შეგვიძლია უბრალოდ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჰასან პაიქერი პირდაპირ კუბაში მიდის, რათა რეჟიმის პროპაგანდა გაავრცელოს მაშინ, როცა იქ ხალხი იღუპება, არ აქვთ ელექტროენერგია და საკვები. და მაინც ეს ბიჭი, რომელიც მილიონებს გამოიმუშავებს, იმიტომ რომ რეჟიმს ეს ჭკვიანურ სულად მიაჩნია, სხვათა შორის მე რა თქმა უნდა პირდაპირ არ ვიცი, რომ მას რეჟიმმა გადაუხადა, მაგრამ თუ მთავრობას შეუძლია მისი დაბარება, მაშინ დიდი ალბათობით მათ რაღაცა მტკიცებულება აქვთ. რას აკეთებდა ეს ბიჭი კუბაში? ჩვენ ვიცით რა დაემართა ნიკ შირლის, როცა კუბაში გადაღებას სცადა. მას დიდი პრობლემები შეექმნა. აბა, ეს ბიჭი როგორ შევიდა და გამოვიდა ასე მარტივად? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ის მარქსისტია. ის მარქსისტია და იქ პროპაგანდას ავრცელებს, რაც საშიშია და ანტიამერიკულ ღირებულებებს ემსახურება. მარტივია, ადვილია, რთული გასაგები არ არის. და იცით უბრალოდ ხალხს ფულს უყრიან ძირითადად დიდი რაოდენობით იმ იმედით რომ თითოეულ ადამიანს ცოტა ეკონომიკური შვება მაინც ექნება კუბელი რომელსაც შევხვდებით რობერტ მიულერი და კანონის უზენაესობა კარგი ასე რომ ჰასან პაიქერი აღიარებს რომ როდესაც კუბაში ჰუმანიტარული ვიზიტით იმყოფებოდა ის და მისი ამხანაგები ცხოვრობდნენ ვიდა ლავიდა ლოკა რაც ზუსტად არ არის ის რასაც კუბაზე ფიქრობთ პიკერ წარმოგვიდგენს თავს როგორც ადამიანს რომელიც ცდილობს კუბელებს დაეხმაროს მაგრამ ათასობით დოლარს შოულობს თავისი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრიდან სტრიმინგით და ასევე აკეთებს ინტერვიუებს თავისი YouTube არხისთვის პარალელურად კი ჰავანაში დადის კნიკებთან ერთად სვამს ადგილობრივ ბარებში და ფულს აძლევს კუბელებს ვისაც შეხვდება ჯერჯერობით არ ჩანს რომ პიკერი ბევრ სოციალისტურ საქმეს აკეთებდეს ამის ნაცვლად ის თითქოს კაპიტალიზმით გამომუშავებულ ფულს ანაწილებს სხვათა შორის, როცა ჰასან პიკერს YouTube-ზე მოძებნით, პირველი რაც გამოჩნდება არის ვიდეო სათაურით კუბაში წავედი. აი რაც ვნახე. პატარა მინი დოკუმენტური ფილმი. კარგი. ეხლა შეგიძლიათ ეს ნახოთ, თუ მართლა ძალიან მოგწვინდათ. 500,000-მა ადამიანმა ნახა ეს ვიდეო. 500,000-მა ძალიან მოწყენილმა ადამიანმა და ეს სამწუხაროა. სამწუხაროა, მაგრამ ბევრ მხრივ ჩვენთვის იღბლიანიცაა, რადგან ამ კაცმა ყველას დაუმტკიცა, რომ უბრალოდ მარქსისტობას არ იჩემებს, ის მართლა მარქსისტია და ის საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის. და სწორედ ამიტომ იბარებენ მას სასამართლოში, რაზეც პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ. გახსოვდეთ, აი რას აწუდის ეს ახალგაზრდა თავის მიმდევრებს. ენგელსმა სოციალური მკვლელობის კონცეფციაზე დაწერა. And Brian Thompson, როგორც United Healthcare's აღმასრულებელი დირექტორი, დიდ რაოდენობით სოციალური მკვლელობით იყო დაკავებული. სისტემატიზებული ძალადობის ფორმები, სიღარიბის სტრუქტურული ძალადობა. ამ ქვეყანაში მოგებაზე ორიენტირებული, გადახდაზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემა. და ამის შედეგებია უზარმაზარი ტკივილი, უზარმაზარი ძალარმაზარი ძალადობა, უამრავი სიკვდილი. და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო ისტორია იყო, რადგან ამერიკელები ძალიან კაცრები არიან დანაშაულისა და სასჯელის საკითხში. ისინი ამ საკითხზე ძალიან შავ-თეთრად აზროვნებენ. და მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ კერძო ჯანდაცვის სისტემამ საშუალო ამერიკელისთვის ესეთი გავრცელებული ტკივილი შექმნა, მე ვხედავდი ძალიან ბევრ ადამიანს. რომლებიც ხვდებოდნენ, რატომ მოხდა ეს სიკვდილი. ის ძირითადად ამბობს, რომ ხალხი ხვდება, რატო შეიძლება მედიკერის თანამშრომლის მკვლელობას აზრი კონდეს. არა, მედიკერ რა იყო? United Healthcare-ის აღმასრულებელი დირექტორის Brian Thompson-ის მკვლელობას აზრი აქვს ამ საშინელი დამთრგუნველი სისტემის გამო, რომელმაც მართლაც დააზარალა ხალხი. ირონია ისაა, რომ თუ კომუნისტურ სისტემას შეხედავ და კითხავ, როგორი ჯანდაცვა აქვთ, ალბათ არც ისე კარგია და მილიონობით მათგანი დაიღუპა, მაგრამ სწორედ ასეთ რამეებს ავრცელებენ ისინი. ხო, აზრი აქვს, მკვლელობებს აზრი აქვს.
სხვათა შორის, თუ იმ პოლიტიკურ მკვლელობების რაოდენობას შევხედავთ, რომელსაც ამ ტიპმა მხარი დაუჭირა, მართლა გაოცებული დარჩებით. გაოცებული იქნებით, კარგი. იმ ფაქტის გარდა, რომ მან არაერთხელ დაუჭირა მხარი პოლიტიკურ ძალადობას, მოდი ეს ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ერთი ტიპია, რომელმეც გულწრფელია თავის ქმედებებში და შეიძლება იცით, ცოტა ტვინში არეულია. არ აქვს მნიშვნელობა, რა წარსული გაქვს, ნებისმიერი ტიპის ხარ, მაგრამ გავიგე, რომ მან დრიუ პავლოვი ტვიტერიდან გააგდო ბულინგით. დამტრეული ჩანაწერი. კარგი. აი ისიც. Medicaid's თაღლითობა. შენ რიქს გაც მოკლავდი. კარგი. თუ Medicaid-ის თაღლითობა გაწუხებდა, რიქ სკოტს მოკლავდი. კარგი, ამას მოусმინე. სკოტი, არა სპოტი. ხელში ამომივიდა ეს ყველაფერი. მემარცხენეები, ლიბერალები, თქვენ იქ თქვენი ოპონენტების ნაწლავები უნდა გამოფინათ. კარგი. როგორც არ უნდა იყოს, ეს არის ორი ტიპის კაცი, რომელიც ყავთ, ის იქაა და გეუბნებათ, რომ ეს ადამიანი მოკლათ, მას ესმის, რატომ მოკლეს ეს ადამიანი, თქვენ უნდა დაედენოთ ამ კონსერვატორს, ის, ჩვენ გვაქვს უფრო ცუდი ვიდეოებიც. ან ჩვენ ამ ვიდეოებს ამ არხზე ვიხილეთ. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ჰასან პაიქერის ვიდეოებიც. ეს ბიჭი უბრალოდ საშინელი ძალადობრივი ადამიანია, რომელსაც წარმოუდგენლად საშიში იდეოლოგიები აქვს. და ეხლა ბოლოს მთავრობას შეუძლია რეალურად რაღაცაზე დაიჭიროს ის. მე ამ დღეს ველოდებოდი და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ სასამართლო უწყებით არ დასრულდება, არამედ შეიძლება დაპატიმრებითაც, რადგან ამ კაცს უნდა აეკრძალოს ლაივებში გამოსვლა და არ უნდა მისცენ უფლება, რომ ახალგაზრდა ხალხი თავის გიჟურ იდეოლოგიებში ჩაითრიოს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის თავისუფლების მომხრე ვარ, ნამდვილად ვარ, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ ის იმდენად შორს წავა, რომ რეალურად შეიძლება ციხეში ჩასვან. მადლობა ყურადღებისთვის ეს საკითხი.